ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წლიდან მთელ საქართველოში კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობას იწყებს. საზოგადოების დაარსების იდეა ვიწრო წრეში იბადება და იოსებ მამაცაშვილის ოჯახში მწიფდება, სადაც მოწინავე ქართველები იკრიბებიან. პირველ თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანს ირჩევენ. საზოგადოების უმთავრეს მიზანს ქართველებისთვის ეროვნული ცნობიერების დაბრუნება წარმოადგენს, რაც მხოლოდ განათლების გავრცელების გზითაა შესაძლებელი. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში ფუძნდება ქართული სადავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოება სკოლებსა და სამკითხველოებს მთავრობას უთმობს. საზოგადოებას ხშირად პირველ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციადაც მოიხსენიებენ.